ცენტრპოინტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მოწმდება ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის ფინანსური საქმიანობა. სამართალდამცავები იკვლევენ გაიფლანგა თუ არა ამხანაგობების მიერ მენაშენეთა კუთვნილი თანხები არამიზნობრივად. დარღვევის 20-მდე ფაქტი უკვე გამოვლენილია. საუბარია გოთუას ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობაზე. ძიების პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პროკურატურის წინ ცენტრპოინტისგან დაზარალებული მენაშენეები შიმშილობენ. მაური პროკურატურასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობის წინკარვების გაშლა გადაწყვიტეს. ამის საშუალებამაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რადგან კარვის გაშეთნება რთვა აღებული არ ჰქონდათ. არ დაადგა საშუალი გამოძიებას ვამყარებდით იმედებს და ვის იმედი, რა იმედი? პალატკას ვითხოვთ, რომ ღამე იქ მაინც გაატენოს ხალხმა და იმის უფლებას არ გვაძლევენ. რიგით მე-60 აქციაზე ცენტრპოინტისა და დექსუსის მიერ დაზარალებული პირები პროკურატურისგან საქმის გამოძიებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა შიმშილობაც დაიწყო. ცენტრპოინტს გადავეცით 10,535 კვადრატული მიწა, რომ დამფუძნებლებს 105 ოჯახს უნდა აღშენებოდა უფასოდ. 12 წელია უკვე თითქმის ხალხი ქუჩაშია დარჩენილი, არა ქირა, არა მშენებლობა. არაფერი აქ აშენებულიც არ არის. საძირკველი გათხარეს და ისევ მიწა მიაყარეს. ანუ ფული არის ბოლომდე გადახდილი, შეჭმული, გაფლანგული და პასუხისმგებელი არავინ არ არის ამ ხალხის წინაშე. აქციის პარალელურად მთავარმა პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად კომპანია დექსუსიდან ცენტრპოინტ ჯგუფში შემავალი ბინადმშენებლობის ამხანაგობების, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების საქმიანობის ფინანსურ დოკუმენტაციას გამოძიება სწავლობს. ამჟამად დასრულებულია ერთ-ერთი კომპანიის ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს შემოწმება. მითითებულმა სააგენტომ ბინადმშენებლობის ამხანაგობა თაბუკაშვილის დაკვეთით განახორციელა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ფინანსირება. რევიზიის მიმდინარეობის პროცესში შემოწმებლების მიერ გამოვლენილი იქნა დაახლოებით 20-მდე ფაქტი. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით. Თქვენი საკითხი უკვე საკითხის გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან სწრაფი ტემპით, ობიექტურად და კანონის ფარგლებში დღემდე მიდის ფულის გამთავრობა. არა, ასეთი რამ არ მოხდება. ქეთევან ჩახტაურს ფართის ნაცვლად შენობის გეგმა და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები დარჩა. მისი ადვოკატი მაქინაციურ სქემაზე საუბრობს და იმ შემთხვევებსაც იხსენებს, როდესაც ბინის ყიდვის მსურველებმა თანხა პირდაპირ ცენტრპოინტ ჯგუფის ოფისში გადაიხადეს, თუმცა ქვითრები ცენტრპოინტმა არ გასცა. Უნდა შექმნილი ამხანაგობები ან ცენტრპოინტის ქვეშ დაქვემდებარებული იურიდიული პირები, რომლებიც იღებდნენ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ შეესრულებინათ გარკვეული მშენებლობა და იღებდნენ თანხებს. მაგრამ მთავარია, რომ თანხას იღებდნენ ზოგ შემთხვევაში თვითონ ცენტრპოინტის თანამშრომლები, ან გაყიდვის მენეჯერი, ან სხვა სამსახურის უფროსი და თანხის გადახდა ხდებოდა პირდაპირ ცენტრპოინტის ოფისში. ცენტრპოინტის მფლობელები ამტკიცებენ, რომ თანხები მიზნობრივად იხარჯებოდა და იმასაც ამბობენ, რომ კომპანია დექსუსმა მათი ქონება დააყადაღა, რის გამოც ისინი შენობების დასრულებას ვერ ახერხებენ. კითხვა რიტორიკული საწავიდა ჩვენი ფული. წავიდა მშენებლობაზე, ზოგი არის დაუმთავრებელი, რომელიც თავდება და რაც მთავარია. ყველაფერი ეს არის ჩვენ გვაქვს საჩივლელი. ჩვენ გვაქვს საჩივლელი, რომ უკანონოდ გაიყიდა ჩვენი ქონება კომპანიისა, რომ ჩვენ დაუკითხავთ ბანკის კრედიტების აიღო აღებული, ჩემი საკუთარი ბინები გაიყიდა ისე, რომ არ მომცეს იქიდან ფული. ცენტრპოინტის მიერ დაზარალებულთა რაოდენობა 25,000-მდე მერყეობს. ისინი აქციების გაგრძელებას დამნაშავეების დასჯამდე და ზარალის ანაზღაურებამდე აპირებენ.